ეხლა ვიყავით ჩემი ბირთვულარაღის პროფესორთან, რომ გამესაურა მეორე დავალებაზე 1000 წვანი ესეის დავწერო ბირთვულარაღი და საზოგადოება და კულტურასთან დაკავშირებით და უნდა მივსულიყავით, რომ გაგვერჩია ეს საკითხი და ანუ ჩვენი იდეა შეგვეთავაზებინა და თან მაინტერესებდა რას ვაკეთებდი ანუ ამ საგანზე, იმიტომ რომ ნიშნავს არ გუგლაბა და ისეთ კბილად და ყველაც მითხრა რატომ ნერვიულობა მაგაზე 6-7 კვირა არ არის რაც პრინსტონში ხარო შუდაც წარდი ყავი მე კიდევ ერთი სანერვიულობა რატომ უნდა დაგემატოთ თუ რაღაცა სწავლობ ეს ნიშნავს რომ 10-იანი გაქვს ანუ A გაქვს 10-იანი გაქვს თუ არ სწავლობ ეგ უკვე ჩემი პრობლემა არისო და უნდა მოვახერხოთ ისე რომ უნდა რამ ისწავლო და თუ მართლა გაქვს პრობლემაო გავისაუბროთ რომ მაგაზე I swear it's gonna disappear. Is it? I think you're good. Yeah, that's good. ეხლა ვარ ფიზიკის ლაბორატორიის წინ და განახებთ ლაბორატორიის მეორე სამუშაო საკითხი რა არის. ეს არის ესეთი roller coaster, ასე ვთქვათ, შექმნილი გაკეთებული ატრაქციონი, რომელზეც მანქანა უნდა დავუშვათ. და დავალება არის, რომ მანქანაზე ესეთი მექანიზმი უნდა დავამაგროთ, რომელიც მანქანის სვლას შეანელებს. ოღონდ ამოცანა ის არის, რომ არ უნდა გაჩერდეს, უნდა შენუნდეს მხოლოდ. მაგ რაღაც მანქანის სტანდარტული ფორმა გვაქვს, სტანდარტული ფორმა გვაქვს და მაგაზე რაღაცების დამაგრება, რაღაცების დაწებება, რაღაცების გამოყენებით შეგვიძლია ყველაფერი, ასე ვთქვათ, მექანიზმი შექმნა. პრინსტონის საერთაშორისო ცენტრი ძალიან ხშირად აკეთებს ხოლმე ღონისძიებებს, სადაც საერთაშორისო სტუდენტებს ერთ სივრცეში ურთიერთობის საშუალებას აძლევს. Wait, my outfit? You can see my outfit. Wait, let me just... this is really... Okay, yeah, this is it. Glinda Alphaba. Okay. Wait. Yes. Hi. You had a video? Hello. ბრუნდებით ჰელოვინის სტოლებიდან. ღამის 2 საათი, 3 საათი. ეს არის 1 ნოემბერი. ეს ის პერიოდია საქართველოში რომ აპლიკაციებს ვავსებდი და 1 წელი არის გასული უკვე ამ პერიოდიდან. ნუ ძალიან უცნაურია და უზარმოდ ბედნიერი ვარ. აი აქ რომ ვარ. იმდენი აი ეს თქონია რომ ზღაპარში ვარ. საოცრებას, აი ჩვეულებრივად. ისეთი კარგი ხალხია, ისე მომწონს ყველა რომ არ ვიცი. უბრალოდ დღეს გუში მამას დაბადების დღე იყო და ნუ დღეს მამას დაბადების დღე არის და შეიკრიბნენ სახლში დამირეკეს იქიდან და მე რომ იქ არ ვარ ძალიან წყინს. მაგრამ არა უშავს შავალ და ნახავ სხვებს ცაცდაოდ სტუმრებსაც და ჩემებსაც კარგად ჩავკოცნი. გუშინ ერთ-ერთ ჩენელს ქართული გიაყანჩალის ცისფერი მთები დავაკრავინე ფორტეპიანოზე, ისე ვენატრა ქართული. თვითონ სწავლის კუთხით ყველაფერი ძალიან კარგად მიდის, ყველანაირად გვეხმარებიან და ძალიან ანუ 7-ად წყნარად მივდივარ. გამოცდებში ესეთი მაღალი ქულები არ მქონია. დაახლოებით საშუალოდ 75-80% მქონდა 100-დან ხოლმე. მათემატიკა, ქიმიაში, ფიზიკაში 30-დან 20 ქულა ავიღე. და მაგის გასაუმჯობესებლად ახლა კიდევ უფრო მეტად ვმუშაობ. მეორე სამსახურიდან გავოვედი და აი არ ვიცი ძალიან კარგი ხალხია. ისეთ კბილად მიღეს, აი ბებოები რო არიან ხოლმე ძალიან კბილად.
რა თქინდა აი ანუ ვიქნები სპორტული თამაშების დროს რაღაც სნექები რო იყიდება ხოლმე მან გავყიდი და ისე კარგად იმას მომექცნენ რაღაც თუ გინდა შოკოლადი აიღეო თუ გინდა ჰოთ-დოგი იყიდეო ანუ აიღეო ყველაფერი უფასოდ რა და ძალიან კეთილად და თბილად ძალიან გამიხარდა მე 3 საათნახევარი მიწევს აქ ყოფნა და ცოტა ცივა გარეთ მაგრამ აგეთ რომ დავდივარ თვები რადგან საერთაშორისო სტუდენტი ვარ, პრინსტონის კამპუსზე შემიძლია მხოლოდ მუშაობა და სამსახურის მოძებნის პროცესი ძალიან მარტივია. ძალიან მოსახერხებელი, იმიტომ რომ პრინსტონს აქვს თავისივე საიტი, რომ მოიძიო სამსახური და შემდეგ აპლიკაცია ესე გააგზავნო. Of course. Wait, in Georgian, hello. How do you say that? გამარჯობა. Gamarjoba. Gamarjoba. Yes. მშობლების ოჯახების კვირა არის და გაბრიელას დედა და დედა არის ჩამოსული სანახავად და ერთად მივდივართ ახლა სამეცადინოდ. Banziland. მარტო დავუჩი. ახლა მეკატროში. ორი პარაგრაფი დამჭა. 2.5. 3.5. 12. კი არა და მეათე პარაგრაფს ვამთავრებ თითქმის უბრალოდ ბოლო ენერგიას ვფიქრებავ რომ დავამთავრებ ხარისხიანად გავაკეთო ესეთი ვთქვი ცოტა ენერგია მჭირდება დავამთავრებ და მე-7 და მე-8 პარაგრაფს ვიქნება დარჩენილი საერთოდ თუ შევწალი მეათე პარაგრაფის დამთავრება ის უბრალოდ კონცენტრირებული ვიყავ მისამი საათია. ახლა წავალ და ხოლმე გავაგრძელებ. ახლა მქონდა შეხვედრა კარიერული განვითარების პროფესორთან თუ ვიღაცასთან მოკლედ და ჩემს რეზიუმეს გადავხედეთ, შევასწორეთ. შეიძლება მომცა რა უნდა ჩამოვამატო, რა უნდა ამოვიღო, იმიტომ რომ სტაჟირებებზე რო ვაგზავნი, მჭირდება კარგი რეზიუმე და მაგაზეც ძალიან პროდუქტიული შეხვედრა მქონდა. ეხლა მივდივარ ერთ-ერთ კაფეში, იმიტომ რომ უფასო არის, უფასოდ არიგებენ ყავას პირველ კურსელებისთვის და მან თან დავჯდები ფიზიკას ვიმეცადინებ, მე ქიმიას ვიმეცადინებ რა თქმა უნდა და მე უკვე ინტერვიუ მაქვს ერთ-ერთი კლუბის ლიდერობასთან დაკავშირებით. დღეს ფიზიკაში ძალიან საინტერესო თემა გავიარეთ. ტალღები, მაგრამ ისე გავიარეთ თემა, რომ ქიმია, ფიზიკა და მათემატიკა გაერთიანებული იყო. ანუ კალკულუსის დახმარებით, Fourieris სერიების დახმარებით აღწერეთ ტალღები. გამოვიყენეთ ფორმულა, რომელიც ქიმიაში ვისწავლე და თვითონ თემატიკა ფიზიკა. აი, მე ისეთი საინტერესო იყო, ძლივს სამი საგანი რასაც გავდივარ, გაერთიანდა ერთ რაღაცაში. ისეთი საინტერესო იყო. მაგრამ ანუ მე-9 თუ მე-10 კვირა სწავლის და ეხლა გაერთიანდა და ამდენი ხანი ამასოლდებოდი. ძალიან საინტერესო ლექცია გქონდა დღეს ფიზიკაში. აი, ამ ოთახში ვარ 1 საათში გაკვეთილი. გაერო საქმიანობრივი ასეთი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ქვეყნები, რომლებიც ხავს მოაწერენ, ვირტუალური არაღის ქონის უფლება არ ექნებათ. არც დამზადებით და ასე შემდეგ და არც შემდეგ. და იმ სამი მეცნიერიდან, რომელიც დაპატიჟეს, მოიწვიეს, რომ ხელშეკრულება დაეწერათ და ეგ დაორგანიზებინათ, ასე ვთქვათ, იმ სამიდან ერთ-ერთი ჩემი პროფესორია. დღეს გავიგეთ, დღეს თქვა თვითონ. ლაბორატორიული შეხვედრა გქონდა იმისთვის, რომ ნივთიერება გაგვაბრძანებინა, რომელსაც გამოსვის დროს გამოვიყენებდით. რაღაცის გასაკეთებლად. მე იმ გაკვეთილის დასრულების შემდეგ გადავაქციე. ანუ ეგ ნივთიერება გადავაქციე. ეს გადავაღვარე. იმიტომ რომ მეგონა რა აღჭირდებოდა. არა და წიგშიც წერია. ასისტენტმაც თქვა, პროფესორის ასისტენტმაც. მეც მაგ დაწერილი. მაგრამ აშკარად ცოტა ნერვიულობდი, იმიტომ რომ ლაბორატორიული კატაბოც არასდროს არ მქონია, მაგრამ აი რა სისულელე დამემართა ღმერთო. აი ეხლა მიწერებ, ანუ თან როგორ რატომ მივხვდი პროფესორმა გამოაგზავნა, რომ
მოეწოდეთო გამოცდისთვის, რომ მოგიწევთ ნივთიერების გამოყენებაო და დამარცხოთ ტვინში მე ხვე გადავასხი. ხო და ეგ მაგ პროფესორს ზოგადად ხალი მეხმარება ხოლმე რაღაც ამოცანებში მივწარე მეთქი ძალიან დიდ ბოდიში მიშველეთ რა გავაკეთო გამოცდაზე რა გავდენა იქნება და ამბები და ეხლა ესე ვარ სულელივით და პასუხს ველოდები აიმე ანუ ეს ქიმია რა ანუ კარგი ამბებია იმ პროფესორმა მიპასუხა და არ არის პრობლემაო შენი გამოცდის დროს გააკეთებო სხვებსაც მოსვლიათ ზოგიერთი რაღაცა და დრო ჩვეულებრივად ყოფნითო ამიტომ დამაგარია და კიდე ერთი ახალებები მაქვს იმიტომ არის ტრაქაციატზე არის ესეთი კლუბი ინჟინერები საზღვრების გარეთ და სხვადასხვა ქვეყნებში დადიან რომ ინჟინერისთან დაკავშირებული პრობლემები მოაგვარო ინტერვიუ რომ მქონდა დადებით პასუხი მომივიდა და ერთ-ერთი ლიდერი ვიქნები პრინსტონში სხვადასხვა საზოგადოებების გამოფენა გქონდა და ერთ-ერთი პრინსტონის ქართული საზოგადოებაც იყო. We finished physics piece. No, we didn't, but like actually we didn't, but like